ეს არის ჩემი მშობლიური სკოლა. მესამე საშუალო სკოლა არის ჩემი მშობლიური სკოლა. ჩემი ბავშვობა გატარებული მაქვს ამ სკოლაში. ცრემლმორეული სიხარული მაკავშირებს ამ სკოლასთან. და ჩემთვის ყველაზე უფრო სამწუხარო არის, რომ აუღებელი ციხესიმაგრე არის ეს ნაცების რა, მაგრამ დღეს დამთავრდა მათი პარპაში უკვე რა, მესამე სკოლაში ნაცები, აი ბოლო წინააღმდეგობას უწევენ ქართულ ოცნებას რა. აბსოლუტურად უსამართლო. გამოგვიყარეს წარმომადგენლები, გამოგვიყარეს ისა რა ქვია, დამკვირვებლები. აი ბოლო ჩემთან სამწუხაროდ. ჩემი მშობლიურ სკოლაში გამაგრებულები არიან ნაცები. აი ბოლო ციტადელი მათი რა, მაგრამ დამთავრდება მალე მათი. ძალიან ბევრი შემთხვევა დავაფიქსირე დარღვევების. კერძოდ ის, რომ ერთ-ერთი რეგისტრატორი მაია დავითიაშვილი, რომელიც არის ცნობილი განყალბებელი, აყალბებდა სიებს და პიროვნება, რომელიც შემოვიდა, არ მოსთხოვა მას პირადობის მოწმობა და პირდაპირ მოაწერინა ხელი. როცა ამ ფაქტზე ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება, კომისიის თავმჯდომარე ძალიან გააცოფა ამ ფაქტმა. და რა თქმა უნდა, კატეგორიულად გადაწყვიტა, რომ მე მოვეხსენი უგნიდან. ჩემთან ერთად უნდათ კომისიის იმ წევრის გამოშვება, რომელიც არის ასევე ძალიან მებრძოლი, რომელმაც ასევე კარგად იცის კოდექსები და ის პროვოკატორი ჩვენ ორის წამოკიდებას ცდილობდა. ეს პროვოკატორის სახელი და გვარი არის ნესტო კეპულაძე. აინტერესებს თუ არ შეწუხდებით რომ ვიპასუხოთ შეკითხვაზე ესე მობილიზებული რატო ხართ საარჩევნო უბანთან მსგავსი არ მახსენდება რომ ესე იყოს მობილიზებული საზოგადოებრივ წესრიგს უწევთ ახსოვდგენია საზოგადოებრივ წესრიგი თუ რატო იცავთ საზოგადოებრივ წესრიგს ესეთი ფორმით გულისხმობ გაძლიერებულ ფორმას არაფერი გაძლიერებულ ფორმას მსგავს ობიექტზე არ გვინახავს ესეთ გაძლიერებული დაცვა არის სხვა ინფორმაცია არ ვიცი ვიცავ საზოგადოებრივ წესრიგს სხვა მეტი არ ვიცი სამართა დამცავები ბრძანდებით ბატონო? ესე ძნელია ჩვენ კითხვაზე პასუხის გაცემა? ბალე. რა, კაცი, კამე.